ცილის სამების ხორკლი ყოფილ ხარ? კი. როდის? ჩემ ცოლს გასტროლზე ვიყავი თურქეთში და ჩემ ცოლს დააბრალა ერთმა ადამიანმა, რომ თითქოს თავდაცვის სამინისტროში მუშაობს. ხო ინფორმაცია ბუნებრივია. ხო, ჩინით. თან ჩინი ქონდა ესეთი ლეიტენანტი თუ რაღაც არ ვიცი. წოდებში ვერ ყვევი. ეს ვიდეო ჩაწერა? ხო, ვიდეო ჩაწერა ემსაზე უყარათ არ მახსოვს. რომ შევდივდი სახში მე ვესალმებოდი ხოლმე ჩემ ცოლს. ჩემმა ცოლმა არ იცის თავდაცვის სამინისტრო სად არის. ტერიტორიულად არ იცის. რომ გავიარეთ აი ეს უთხარი აი შენი ზამთრული მეტი რომ იცოდე კი მაინც სად არის რასაც ხურია აი მე ვთადე ეს კაცო აი ეს ხო და თან გასტროლზე ვიყავი და რომ ჩამოვედი რაღაც შევატყვეს აი ოჯახში რაღაც ვერ არიან რაღაცნაირად რომ ხვდები რა რა მოხდა მეთქი მითხარით თქო და ესეო და აი მაგდროს გამოვედი კიდე წყობიდან ამ ადამიანს იცნობდი ვინც ვიდეოები ჩაწერა საერთოდ არ ვიცი საიდან მოიგო ან საერთოდ რაში დაჭირდა მაია დობორჯგინიძის არ ვიცი ვერც ხო მაგიტომ მიდოდა ამ ადამიანთან შეხვედრა რომ მე თქვა რომ მე იმედი მქონდა მაინც რომ ის შეცდომაში შევიყვანა ან ვიღაცამ რომ მე თქვა რომ არ არის ეგრე და გაჩერდი შეიძლება შენთან გაგაფუჭონ ვიღაცა რაღაცას გეუნდება გატყვევს და შენ ნიჟერებ ხო თემა უნდა და ამ ტიპს რა რომ მაია არის გაფორმებული თავდაცვის სამინისტროში და აქედან იღებს ფულს ხო და ან საერთოდ მაია რატო ვიღაცას მიამსგავსა მე როგორც ჩანს ფოტოიდო მაგრამ იმის შემდეგ ბევრჯერ მიწერეთ თვითონ იმ გოგომაც თურმე იმ გოგომას მიწერო რომ მე ვარო ესო ფოტოზეო რა არ არის ესო იმის მეუღლე დაანებეთი მოჯახს თავიო საერთოდ მაგრამ მაინც არ გაჩერდა და ამ ადამიანს რო წერდი რომ შემხვდი აგიხსნა დაგელაპარაკო არ შეხვდა არა ის მაინც აგძლებდა ეხა ის საფრანგეთში წასული პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა ავავიწროვებდით შე ხო ასე თქვა ჩემი ძმა კი ნაღამ დაიჭირეს მაგის გამო უჩი გამერი ჩემ ძმას ჩხუბი მოხდა ხო სატრენაჟერო დარბაზში შეხვდნენ ერთად ხო მართლა შემთხვევით აბსოლუტურად შემთხვევით იმიტომ რომ ნუ იქ ვარჯიშობდა და მისმა მეგობრებმა ხო იცნეს სახეზე მე უთხარი თავი დაანებეთ სანამ მე მოვალ არა საერთოდ არაფერი არ იმას აქ მე ამ ადამიანთან ჩემი საქმე გავარკვიო მინდა და იქ კიდე გამოიწია და იქ ისე ხელი არც არავის არ დაურტყავს უბრალოდ ისეთი ჩაკუზული იყო და ადგომის დროს ანუ გააშველების ამ ხელი ვყარი რომ ამასთან არ მისულიყო ჩემს მასთან რა და ფეხზე არის და ეს მიარტყა რა ბოძზე იქვე ბოძი იყო ჩანაწერებიც არის და ეს გამოიყენა იმის რომ ეს გამოიყენა რომ ჩვენ დავესხით თავს და თურმე სპეცრაზმი ყოფილვარ მე და ჩემი ძმა კიდე სხვა სტატუსი მიიღეთ ამის მერე ხო და შენ ძმას ხო არ ქონდა პრობლემები მერე ხო მართლა იჭერდნენ 5,000 რაღაც გადავიდეთ გირავ რომელიც თავდებით გამოვიდა ხო რომელიც მე გაამართლეს დაბრუნდა ის თანხა რა თქმა უნდა არა ეს ხო იყო მაინც სანერვიულო ამიტომ წავიდა ის საფრანგეთში მიიღო პოლიტიკური თავშესაფარი მე ვავიწროებდი თუ ამ ბიზნეს თუ პრობლემა აქვს პოლიტიკურ თავშესაფარს ვაკეთებ ხუთიანზე რამდენში შეიძლება გაკეთდეს არ ვიცი აი დაფიქრდები ეხა ხო იცი რაღაცები აიწია რაღაცა დაიწია და გაუფასურდა რაღაცა